მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ყვაბერიძის გეომეტრიის სახელმძღვანელოდან მეექვსე თავის განხილვით ჩვენ მუშაობის გაგრძელებას. ტრადიციულად ახლა სანამ ჩვენ ამოცანების განხილვას დავიწყებდეთ, პატარა შესავალი უნდა გავაკეთოთ რა კონკრეტული ფაქტები დაგჭირდებათ და მოდი ახლა ვთქვათ, რომ მსგავსება არის დღემდე მომენტი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია გეომეტრიის დასწავლისას. ეს არის ფუნდამენტი. აქამდე ვიმზადებოდი ფაქტობრივად ჩვენ რომ მსგავსებამდე ვისულიყავით და პრინციპში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი, ან უშუალოდ გადამწყვეტი ფაქტი მსგავსებაზეა დაფუძნებული, ან მისგან გამომდინარე კომპონენტებზე და შესაბამისად ახლა აქ მსგავსების ფესვები თუნდაც ამ თავში ჩაშლილია ბევრ პარალელურ საკითხთან დაკავშირებით და რომ მოვყვეთ ახლა ჩვენ ყველაფერი რაც გვჭირდება კონკრეტულ თავზე სამუშაოდ, გამოვა რომ უფრო თეორიული ლექცია იქნება და კონცეფციების ახსნა, თეორემების საუბარი თვისებებზე და არა უშუალოდ მაგალითების განხილვა. ამიტომ მოდი მე გაგიზიარებთ ახლა შემხედვას, რადგანაც ჯერ A კატეგორიის ამოცანები უნდა განვიხილოთ, რა დაჭირდება ამ კონკრეტულ A კატეგორიის ამოცანებს და შემდეგ უკვე გზადაგზა შევამატოთ პატარა კონცეფციები, თუ საჭირო იქნა თავისი დასაბუთებებით. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მსგავსებას, ეგ რა სიტუაციაა? ეგა სიტუაცია, როდესაც არსებობს მსგავსების გარდაქმნა, რომელიც ერთ ფიგურას მეორე ფიგურაში გადაიყვანს. ახლა ცოტა უცხო თუ ყურს ხვდება ეს ტერმინი მსგავსების გარდაქმნა რას ნიშნავს? მოდი ასე ვთქვათ, თუ არსებობს ისეთი გაწელვან შეკუმშვა მოცემული ფიგურის ყველა გვერდის, აი თქვათ მოცემული ABC სამკუთხედი და თუ არსებობს ისეთი შეკუმშვა, პატარა, ხო, A1, B1, C1 და მოდი ახლა შეკუმშვაზე ვისაუბროთ, რომ აი ყველა გვერდი დავაპატარავ ერთი და იგივე რიცხვჯერ და აღმოჩნდი A1, B1, C1 სამკუთხედი. შეიძლება დავემთხვიე A1, B1, C1 სამკუთხედს, მაშინ ვამბობთ, რომ ეს სამკუთხედები მსგავსია. და მსგავსება ჩაიწერება ასე A1, B1, C1 და აი იმ შეკუმშვის რაოდენობრივ მაჩვენებელს ჩვენ უწოდებთ მსგავსების კოეფიციენტს. მსგავსების კოეფიციენტი და აღნიშნავთ კაფი. და ახლა ნახეთ, ხრები რა უნდა გვახსოვდეს. რა მომენტია? ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ორი სამკუთხედი მსგავსია და მსგავსების კოეფიციენტი არის k, ხოლმე ცხადი არ არის, რომელი სამკუთხედის გვერდები აღემატება k-ჯერ რომელი სამკუთხედის გვერდებს. პირველი მეორეს, მეორე პირველს. ნუ ახლა რიგ შემთხვევებში, როგორც წესი, სულ როდესაც ამ ფორმით მოდის კითხვა, არ აქვს მნიშვნელობა შენ რომელ სამკუთხედის გვერდებს ჩათვლი უფრო დიდად და გაუშვებულ რიცხვებში, მაგრამ თუ აი ასე არის წინადადება მოცემული, რომ სამკუთხედი ABC მსგავსია სამკუთხედი A1, B1, C1-ის. მაშინ აუცილებლად AB შეფარდებული A1, B1-თან უდრის K-ს. ანუ გამოდის, რომ აი როგორც ნაწილის პოვნის დროს იყო, ამ პროცენტის პოვნის დროს ხო, რაღაცა A რიცხვი B რიცხვის რამდენი პროცენტია და B ითვლებოდა 100%-ად, ხო, აი აქაც ის ნაწილაკი, ნახეთ, ABC სამკუთხედი მსგავსია A1, B1, C1-ის, ხო? ნუ მეორე რიგში რაც იღება, აი აქ ის მიდის ნიშნულში. მისი გვერდები რა. შეიძლება ახლა ზოგჯერ არ იყოს ცხადი, როდესაც თეორიას წაიკითხავთ, მაგრამ თუ ძირითადად ეს კონცეფცია დასულია და უნდა ჩვენ გამოსთასეც ახლა სხვანაირად მოვიდეს. ნუ ეს გავითვალისწინოთ. ეგ ერთი მომენტი. ახლა გავიგე რა არის მსგავსება, რომ რაღაცა გარდაქმნა არსებობს, რიცხვებს შევამცირებ, გვერდებს, მოცემული ფიგურის გვერდებს შევამცირებ რაღაცაჯერ, ან გავზდი რაღაცაჯერ და მივიღებ მეორეს გადავალ მეორე ფიგურაში, ხო? ნუ მაშინ საწყისი და მიღებული ფიგურები იქნებიან ერთმანეთის მსგავსი.
ახლა რას დავაკვირდეთ, მეგობრებო, იცით? ამ შემთხვევაში, როცა ასე ვამბობთ, რომ აბეცებს გავსია 1+1=1, ფაქტობრივად საწყისფრად ითვლება 1+1=1 და მას გარდა ჩვენ, ანუ ამ შემთხვევაში გამოგვივიდა, რომ გაწელვას აქვს საქმე. შეკუმშვა რომ ყოფილიყო, პირიქით გამოვიდოდა და ახლა ისე მოვიყვანე მაგალითი მე შევკუმშე და კოეფიციენტი 2-ია და არა, აქ გამოდის მეორე ადგილზე რაც წერთ, ისაა საწყისი ფიგურა და ის გარდაიქმნა, ის შეიცვალა და მივიღეთ ახალი ფიგურა და ახალი ფიგურა მსგავსი ძველის და ახალი ფიგურის გვერდების შეფარდება შესაბამისი ძველი ფიგურის შესაბამის გვერდებთან იქნება სწორედ მოცემული მსგავსების კოეფიციენტი. ახლა რა უნდა გვახსოვდეს? მსგავსების განმარტება, აი მაგალითად, რა დროს არის 2 ოთხკუთხედი მსგავსი, ხო? ნუ სამკუთხედებზე ცოტა სხვაგვარად დგას რა, იქ უფრო მარტივად რაღაცები და მე გვერევა ხოლმე და ეს სიმარტივე გადაგვაქვს უფრო მაღალ კუთხედებში და 2 ოთხკუთხედი რომ იყოს მსგავსი, საკმარისია და აუცილებელია, მეგობრებო, რომ შესაბამისი გვერდების შეფარდება იყოს ერთმანეთის ტოლი, ანუ გვერდები იყოს პროპორციული. ყველაფერი სხვა არის გამომდინარეობს მისგან. ანუ აქ კუთხეების ცოდნა ასე ვთქვათ მეორეხარისხოვანია რა. გვერდები უნდა იყოს პროპორციული. ამ გვერდის შეფარდება ამასთან, ამ გვერდის შეფარდება ამასთან, ამ გვერდის შეფარდება შესაბამისად ამასთან. აი ესენ და რა თქმა უნდა მეოთხე გვერდიც ხო? ყველა უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. მორჩა, ეს სრულდება ხდება ფიგურები მსგავსია. უბრალოდ სამკუთხედების შემთხვევაში რა ხდება და ძირითადი დარტყმა მაინც როდესაც ჩვენ ახლა პრობლემებს ვეჭიდებით მსგავსებებთან დაკავშირებით, მოდის სამკუთხედებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შემთხვევაში 10-დან 10 შემთხვევაში ამის რა. და როდესაც ჩვენ ვაყალიბებთ სამკუთხედების მსგავსების ნიშნებს, აი რა დროს არის 2 სამკუთხედი მსგავსი, კი ბატონო, აქაც ვამბობთ, რომ შესაბამისი გვერდების შეფარდებები უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი და მორჩა დამთავრდა ფიგურები მსგავსი, აი მაგალითად გვაქვს ერთი სამკუთხედი, გვაქვს მეორე სამკუთხედი და თუ აღმოჩნდა რომ, მოდი დავწერ ასოებს დავაწერ A1B1C რომ AB შეფარდებული A1B1-თან, AC შეფარდებული A1C-თან, BC შეფარდებული B1C-თან, ერთმანეთის ტოლია, მორჩა დამთავრდა სამკუთხედები მსგავსია და მეტი არაფრის ცოდნა არ გჭირდება. მაგრამ სამკუთხედების შემთხვევაში არის სხვა ნიშნებიც, რომლებიც მიგვითითებენ მოცემული 2 ფიგურა იქნება თუ არა მსგავსი. არ არის სავალდებულო სამივე გვერდზე ვიყოთ ინფორმირებული. ნუ ახლა ამის დასაბუთებას ვერ გავაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ იდეაში ფიგურების გარდაქმნაზე ვართ ახლა და ჩვენ ფიგურების გარდაქმნის სხვა სახეებიც უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რაღაცები დავასაბუთოთ. უბრალოდ ფაქტად მივიღოთ ახლა ამ ეტაპზე, რომ თუ სამკუთხედებს კუთხედი ტოლი აქვს, მორჩა ისინი მსგავსია. ნუ გაიხსენეთ, მეგობრებო, სამკუთხედების შემთხვევაში ჩვენ გვქონდა წესი, რომ ტოლი კუთხეების წინ, ტოლი გვერდები ერთსა და იმავე სამკუთხედში, აი რაღაცა გაქვს და გაქვს 2 კუთხე ტოლი, ხო? აი მის წინ მდებარე გვერდების ტოლი იქნება. რაც არ მუშაობს სხვა კუთხედებში, აი იგივე კუთხეებში ყველა კუთხე ტოლია, მაგრამ ყველა გვერდი ტოლია. ჩვენ მაგალითად წინა დღეს გავაკეთეთ, წინა ვიდეოში აღწერეთ მეხუთე თავის ბოლო ამოცანა იყო, რომ ქონდა რაღაცა 6 კუთხედი, მეგობრებო, ასე იყო, რაღაცა 6 კუთხედი იყო, ყველა კუთხე ტოლი ქონდა, მაგრამ გვერდი არც ერთი 2 გვერდი ტოლი არ გამოვიდა ერთმანეთის. ანუ შეიძლება ასეთი რაღაცები ხდებოდეს მაღალ კუთხედებში, რაც გამორიცხულია სამკუთხედში და შესაბამისად აი ახლა ანალოგია რომ გაატაროთ,
ფაქტობრივად მარტო კუთხეების ცოდნა უკვე სამკუთხედში გმარა რომ ისაუბრო სამკუთხედების გავსებაზე. ანუ თუ სამივე კუთხე სამკუთხედებს ტოლი აქვთ და ხა სამივე კუთხე თუ ტოლია, ეგ რა დროს ხდება უпроსტად. თუ ორი კუთხე ტოლია უკვე მესამეც ხო ტოლი იქნება. ამიტომ შეგვიძლია სამკუთხედების გავსებაზე ვისაუბროთ მხოლოდ ორი კუთხითაც. ნუ ეს ფორმალურად, იმიტომ რომ მესამე კუთხეც რა თქმა უნდა იგივე გამოვა სამკუთხედებში, იმიტომ რომ სამი კუთხეა და ორი თუ ტოლი აქვთ, ცხადია მესამეც ტოლი იქნება. ამიტომ მე გამოვიყენებ სამივე კუთხის მომენტს, აი შედარება რომ გავაკეთო აქ პირველ ნიშანთან, რომ აი სამივე გვერდი თუ პროპორციულია, ერთმანეთის შეფარდებები ერთმანეთის ტოლია, მაშინ ფიგურები მსგავსია, სამკუთხედი მსგავსია და ანალოგიურად რომ ჟღერდეს ოღონდ კუთხეებზე, აქაც ვიტყვი, რომ თუ ერთი სამკუთხედის სამივე კუთხე ტოლია, მეორე სამკუთხედის სამივე კუთხის ხო, შესაბამის კუთხეების, მაშინ სამკუთხედები მსგავსია, მაგრამ ფორმალურად, ფაქტობრივად უბრალოდ ხო? თქვენ მხოლოდ ორი კუთხის ტოლმაც გმარათ უკვე რომ ვისაუბროთ სამკუთხედების გავსებაზე. და მესამე ნიშანიცა, აი ეგ ყველაზე ხშირად ავიწყდებათ, რომ აი ერთგვარი სინთეზი რაღაცით ამით სამკუთხედის ტოლობის ნიშნებს ვეუბნება მსგავსების ნიშნები, თუ აღმოჩნდა რომ ორი გვერდი, ეს გვერდი და ეს გვერდი, აი ეს გვერდი და ეს გვერდი ამათი შეფარდებები ერთმანეთის ტოლია და ამ პროპორციული გვერდებით შექმნილი კუთხეები ტოლია, მაშინ არც დანარჩენ კუთხეებზე გჭირდებათ ინფორმაცია, არც მესამე გვერდზე სამკუთხედები გამოდის უკვე მსგავსი. ნუ ეგ ძირითადი მომენტი, რაზეც იქნება აგებული მეექვსე თავის ამოცანები. და ახლა თანხლები, მოვლენები, მომენტები, რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გვახსოვდეს, ამას მე თვითონ კონკრეტულ ამოცანაში შეგვიძლია დავასაბუთოთ. პრინციპში ახლაც დავასაბუთოთ, რომ თქვენ სამკუთხედში თუ გაავლევთ, ასე ვთქვათ, ფუძის, აი რითაც დევს ახლა გვერდის პარალელურ მონაკვეთს და აკავშირებთ პარალელურ მონაკვეთით მოპირდაპირე გვერდებს, რა შეფარდებითაც გაიყოფა ერთი გვერდი, აი მაგალითად ეს გაიყო m-n-თან შეფარდებით, ხო? ნუ ანუ m სანტიმეტრი და n სანტიმეტრი კი არა, ასე m-n-თან პროპორციით გაიყო, აუცილებლად მეორე გვერდიც გაიყოფა m-n-თან შეფარდებით. ანუ ფაქტობრივად ჩვენ თალესის თეორემის რაღაც მსგავს მომენტს ვიხილავთ, ახლა ეს ABC არის, ამას დავაწეროთ K, ამას დავაწეროთ P და აი მაინტერესებს ახლა BP როგორ შეფარდება PC-ს, აი ამის პოვნა. მოდი გამოვიყოთ ახლა სამკუთხედის მსგავსება იმის საჩვენებლად, რომ ამათი შეფარდებაც იქნება m შეფარდებული n-თან, აი ამ პროპორციით დაიყოფოთ. განვიხილოთ ახლა მსგავსება. თუ ცხადია, ეს კუთხე და ეს შესაბამისი კუთხეებია, ეს კუთხეს და ეს შესაბამისი კუთხეებია, ხო? ორი პარალელური წრფე, მესამეთი როცა გადაკვეთილი, ნუ ეს ცხადია შესაბამისი კუთხეებია და გამოდის, რომ ეს პატარა სამკუთხედი, მოდი დავწეროთ ახლა სამკუთხედი ABE მსგავსია სამკუთხედი ABP წესი. როდესაც მსგავსებას წერთ, თანმიმდევრობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისი წვერუების, კუთხეების და შესაბამისი გვერდების, როგორც სამკუთხედების ტოლობის დროს. რა ითვლება ახლა შესაბამის გვერდებად? ორი კუთხეების მოპირდაპირე გვერდები ითვლება შესაბამის გვერდებად. ანუ ნახეთ მეგობრებო, აი ჩვენ ახლა ამ სამკუთხედში და დიდ სამკუთხედში ერთხაზიანის მოპირდაპირე გვერდი აი ეს BP და აქაც ერთხაზიანის მოპირდაპირე გვერდი BC იქნება შესაბამისი გვერდები. აი ეგ არის შესაბამისი გვერდები. ტოლი კუთხეებს რომ გულისხმობ, ანუ ერთ სამკუთხედში და მეორე სამკუთხედში ტოლი კუთხეები, რომელიცაა მათი მოპირდაპირე გვერდები არის შესაბამისი გვერდები და შესაბამისად გამომდინარეობს, მეგობრებო, უკვე მსგავსებაც როგორ ჩაიწერება, ხო, როგორ გამოიხატება. ყოველთვის მსგავსების გამოყენება პრინციპში დაიყვანება გვერდების შეფარდებების ტოლობის ჩაწერამდე. მოდი, ანუ გამოვა რომ AB, ნახეთ, AB შეესაბამება მთლიანად AB-ს, AB შეფარდებული AB-სთან,
მერე აი ეს BP შეესაბამება BC-ს, ხო? BP შეფარდებული BC-სთან და AP, რა თქმა უნდა, შეესაბამება AC-ს. აი, ჩაიწერა ჩვენი მსგავსება, ხო? რიცხვებში პატარა სამკუთხედის გვერდები, ნიშნულში შესაბამისად, მერე გვერდები დიდი სამკუთხედისა. ახლა, რადგანაც აქ M-ი და N-ი ეს ნაწილები კი არ არის, არამედ ნაწილების ფარდობაა, ხო? თუმცა ფაქტობრივად მე AB რამ იქნებოდა M ჯერ X-ი, ხო? პროპორციულობის კოეფიციენტი უნდა შემოვიტანოთ და N ჯერ X-ი. ანუ მოდი ახლა ამ ტოლობიდან, ხო, აი აქედან რომელი ორი წმინდა ის განვიხილოთ, რომელიც ორი მიჩნდება საქმისთვის. ანუ AB არის MX-ი. მაგრამ AB რა არის? AB მთლიანად რა არის? AB მთლიანად არის MX პლუს NX-ი, ხო? ასე. MX პლუს NX-ი. ეს BP შეფარდებული BC-სთან. და ფაქტობრივად გამოდის, რომ ახლა აქ ხო X-ები შეიკვეცება რიცხვში დანიშნულში, ანუ ეს გამოდის M-ი შეფარდებული M პლუს N-თან, რა. ანუ სხვაგვარად რამდენიმენაირად შეგიძლიათ გააგრძელოთ, ახლა შეგიძლიათ გადაამრავლოთ ჩხილებს გადაიტანოთ იქ, მაგრამ მოდი ახლა როგორც პროპორციას ისე რომ შევხედოთ, ანუ BP თუ ისე შეფარდება BC-ს როგორც M-ი M პლუს S, ანუ ხო შემიძლია დავწერო, რომ BP არის რაღაცა M ჯერ Y, ხოლო PC არის M პლუს N ჯერ Y, ხო? ანუ მსგავსების კოეფიციენტი რომ შემოვიტანო. ახლა X-ი არ შემოგვაქვს, იმიტომ უკვე გამოყენებული გვაქვს რა. ანუ ეს გამოვიდა რაღაცა MY. და ეს გამოდის MY პლუს NY, ხო? მთლიანად, PC. ხო მარტივი საჩვენებელია, რომ ეს PC თუ MY პლუს NY-ია, PC იქნება NY, ხო? გამოაკდებოდა MY. ანუ რა გამოვდის BP შეფარდებული PC-სთან, BP შეფარდებული PC-სთან გამოდის MY შეფარდებული NY-თან, ანუ M შეფარდებული N-თან. აი ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ თუ პარალელური ხაზით გავყოთ სამკუთხედის კუთხეს, რომელიც რა შეფარდებითაც იყოფა ერთი გვერდი, იგივე შეფარდებით იყოფა მეორე გვერდიც. და ერთი ფაქტი კიდევ, შეიძლება რაღაცები კიდევ იყოს ჩადებული ამ A კატეგორიის ამოცანებში, მაგრამ მე ის რომ სამკუთხედის სიმაღლეების ფარდობა შესაბამისი გვერდების უკუპროპორციულია. ანუ მათ რაღაცა ABC სამკუთხედი არა აქვს მნიშვნელობა შიგნით გაივლება თუ გარეთ გაივლება, ამიტომ ერთი გამიხილოთ ახლა გასაბუთებისთვის მარტო შიგნით, აი ასე გავავლე შიგნით ორი სიმაღლე, თათ ეს არის A1, ეს B1 და მოდი რა ვქნათ, იცით? ხოდი არ გვიდა? მე მსგავსების ჩვენება აღნიშნა მინდა რომ შემოვიტანო, რომ უკეთ დაინახოს თვალა. ნახეთ რა ვქნათ? მოდი ასოებს წავშლია პერუებზე და ისე დავაწერე. მოდი ეს იყოს თქვათ A გვერდი, აი ეს იყოს B გვერდი და შესაბამისად სიმაღლე რომელიც A გვერდზე დავუშვით, აღვნიშნოთ H10 და სიმაღლე რომელიც B გვერდზე დავუშვით, აღვნიშნოთ H5. ახლა დააკვირდით აქ როგორ მიიღება მსგავსი სამკუთხედები, ნახეთ. ასე. აი მე დავაკვირდეთ ახლა აი ეს კუთხე ხო არის ტოლი აი ამ კუთხის, ხო? ეს კუთხე საერთოა. ანუ შეხედეთ მეგობრებო ახლა ეს სამკუთხედი არ გამოდის მსგავსი აი ამ სამკუთხედის. რატო? იმიტომ რომ ერთი კუთხე საერთოა. თითო კუთხე აქ მართია, ხო, ეს მართია
და ეს მართია. ესეც მართკუთხა სამკუთხედია, ესე დაწოლილი რაღაცა, აგვერდით, ციკლად რაცაა დაშტრიხული ასე და მწვანეთ ჰორიზონტალური ხაზებით რაცაა დაშტრიხული, ეს ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს ფეხზე დგას ახლა ეს სამკუთხედი, ისიც მართკუთხაა. და მახვილი კუთხეები ორივე ტოლი აქვთ, ეს ამის ტოლია, ეს საერთო აქვთ. ანუ სამკუთხედები მსგავსია, ხო? იმიტომ სამკუთხედებში კუთხეების ტოლობა საკმარისია მსგავსებისთვის. მოდი დავწეროთ მაშინ ახლა შესაბამისი გვერდების შეფარდება რა გამოდის. დაგვირდით, ეს ხო ერთხაზიანის მოპირდა წითელ სამკუთხედში, წითელი შეფარდებული მწვანეს და ასე რომ წარმოვიდგინოთ. წითელ საკუთხედში ერთხაზე აი ამ მეთლად რაც მაქვს კუთხე ამის მოპირდაპირე ხო არის HB ხოლო მწვანე სამკუთხედში რა არის აი წითელი ამ ერთხაზე ეს მოპირდაპირე მწვანეში HA ხო აი ეს HA ეს ტოლია ახლა ისევ წითელში ასე დაწოლილ საკუთხედში აი ამ საკუთხედში რა არის მართი კუთხის მოპირდაპირე? აი მართი კუთხის მოპირდაპირე არის შეფარდებული ახლა მწვანე საკუთხედში, ხო? აი ასე რაც ის აი ასე. რა არის მართი კუთხის მოპირდაპირე? არის B, ხო? B სტოლია. ნუ მესამე გვერდების შეფარდებას აღარ დავწერ. აი ეს მინდოდა გვეჩვენებინა რომ სიმაღლეების შეფარდება ტოლია პირიქით ასე ვთქვათ არასათანადო გვერდების შეფარდების ანუ გვერდების უკუპროპორციულია ასე გამოდის შესაბამისი გვერდების უკუპროპორციული ეგ რომ გვახსოვდეს პარალელოგრაფში ზუსტად იგივე თვისება მუშაობს და მე როდეს ფართობებს ახსნით ეს კიდევ უფრო თვალდათელი მომენტი იქნება და მსგავსება აღარ დაგჭირდებათ ამის საჩვენებლად პირდაპირ გამოვა აქაც ახლა თუ გაქვთ აგვერდი და გაქვთ ბეგვერდი, შესაბამისად გაქვთ აგვერდზე დაშვებული სიმაღლე და ბეგვერდზე დაშვებული სიმაღლე, სიმაღლეების შეფარდება არა შესაბამისი გვერდები, ანუ ბეგვერდი შეფარდებული აგვერდთან ამის ტოლია, ესეც მსგავსებით ამ სამკუთხედის და ამ სამკუთხედის მსგავსებით გამოდის. ეგ იყო და ეგ წესით მეტი თეორიული წინამძღვრები არ ჭირდება ნიშნულ ამოცანებს და მოდი დავიწყოთ ახლა 6-1-დან განხილვა. ნახოთ რას გვიზადებს ამოცანები. 6-1. საკუთხედის გვერდებია 4, 6 და 7. კი ბატონო, 4, 6 და 7. მისი მსგავსი მეორე საკუთხედის უმცირესი გვერდი არის 8. ანუ გამოდის, რომ მის მსგავს საკუთხედს რომ ავიღებდი, უმცირესი გვერდია, ფაქტობრივად 4 შესატყვისი გვერდი არის 8. და გთხოვდეს საკუთხედის დანარჩენ გვერდებს. და დანარჩენი გვერდები რომ ავყრიშოთ 10 და B-ი, შესაბამისად ახლა რა იქნება, როგორ დაიწერა თუ მსგავსები არიან რა გამოვა? 8 შეფარდებული 4-თან, ტოლი იქნება A იყოს, თქვა 6 შესატყვისი, A შეფარდებული 6-თან და ტოლი იქნება B შეფარდებული 7-თან. ანუ გამოდის, რომ მსგავსების კოეფიციენტი არის 2, ასე ვთქვათ, რომ გაყო 4-ზე და რომ A შეფარდებული 6-თანაც იქნებოდა 2 არის 12, B შეფარდებული 7-თანაც იქნებოდა 2, შესაბამისად B არის 14. ნუ არაფერი მარტივად გავიდოდით ფონს. 6-ის მეორე. სამკუთხედის გვერდების გვერდების სიგრძეებია 5, 8 და 9 და იპოვეთ იმ სამკუთხედის პერიმეტრი, რომელიც მოცემულის მსგავსია K-უდრის 2 კოეფიციენტით. აი, აქ ჭირდება ახლა ის სიტუაცია, ეს მიღებული სამკუთხედი, ახალი სამკუთხედი თუ რაც არცითი აი იმ სამკუთხედის გვერდები, კი K-კოეფიციენტი ორჯერ მეტია, 2-ია, მაგრამ ეს რას გულისხმობს, რომ ახალი სამკუთხედის გვერდებია ორჯერ მეტი თუ თავიდან მოცემული სამკუთხედის გვერდები. რა როგორ არის ახლა წინადადება დალაგებული არის გრამატიკულად, ხო, მოდი ნახოთ. ეს 5, 8, 9 იყოს სამწყისი საკუთხედის გვერდები და ნახეთ, იპოვეთ იმ სამკუთხედის პერიმეტრი, რომელიც მოცემულის მსგავსია, ანუ ის ნაწილაკი ფაქტობრივად რას აქვს.
მოცემულს საწყის. ამიტომ ახალი სამკუთხედის გვერდების შეფარდებული 5-დან, შეფარდებული 8-დან, შეფარდებული 9-დან, თქვა 5 შესატყვისია ბერვის ცეცხლის იქნებოდა 2. და გამოდის რომ ორჯერ გრძელი არის ახალი სამკუთხედის გვერდები თავიდან მოცემული სამკუთხედის გვერდებზე. შესაბამისად A იქნებოდა 10, B იქნებოდა 16, C იქნებოდა 18 და ჩვენ პერიმეტრს ვთხოვდნენ, პერიმეტრი გამოდიოდა 44 ტოლი. 6-3 ნახოთ. ორი ტოლფერდა სამკუთხედს ფერდებს შორის კუთხეები ტოლი აქვს. ახლა რა ხდება ეგ? ჩვენ თუ გვაქვს ორი სამკუთხედი ტოლფერდა, რაღაცა ორი სამკუთხედია ტოლფერდა და აი ეს კუთხეები თუ ტოლი, პირობითად ვთქვათ ესა ალფა. მაშინ დანარჩენი ორი კუთხე, ეს კუთხეები რა იქნებოდა პირველ სამკუთხედში, ხო? 180 გამოკლებული ალფა გაყოფილი 2-ზე არ იქნებოდა. და მეორე სამკუთხედში რა იქნებოდა? ისევ 180 გამოკლებული ალფა გაყოფილი 2-ზე. ანუ იმის გამომდინარე, რომ ეს სამკუთხედები მსგავსია, რადგან სამივე კუთხე ტოლი გამოსდით რა. ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია და ფერდების შემაერთებელი კუთხეც ერთმანეთის ტოლია. ერთ-ერთის გვერდებია 10, 10 და 8. მეორის ფუძეა 20. ანუ ერთ-ერთის გვერდები თუ 10, 10 და 8, გამოდის რომ ფუძე ყოფილა 8 და მეორის ფუძე 20-აო და შესაბამისად ახლა ეს გვერდები თუ x-ი დაწერდით მსგავსებას, ხო? ანუ x-ი ისე შეეფარდება 10-ს, როგორც 20 შეეფარდება 8-ს. შესაბამისი გვერდები შეფარდება, ერთმანეთის ტოლი იქნებოდა და გამოგვიდოდა აქედან x-ი, რამდენი გამოდის 25 25-ის ტოლი იქნება. კარგი, ნახოთ ახლა მეოთხე ამოცანა. სისოთხე. სამკუთხედის გვერდების სიგრძეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 5, 6, 8-ს. ანუ გვაქვს სამკუთხედი, მისი გვერდები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 5, 6, 8-ს. შეგვიძლია ჩავთვალოთ 5x, 6x და 8x-ია მოცემული. მერე უნდა ვიპოვოთ მისი მსგავსი სამკუთხედის გვერდები. კი ბატონო. ისე მისი მსგავსი სამკუთხედის გვერდები რომ ვიპოვოთ, ხო, გავითვალისწინოთ ახლა ორი ამოცანაა, ორი პირობაა და შესაბამისად დავაკვირდეთ რა პირობებია ახლა. ესენია პირველი ამოცანა გავაკეთოთ, მოდი პირველს ვაკეთებთ ჯერ. ანუ გვაქვს რაღაცა ამის მსგავსი, საწყისის მსგავსი სამკუთხედი, რომლის უმცირესი გვერდი არის 10. აი, რომელი იქნებოდა ახლა უმცირესი? აი, თვალითაც ვიზუალურად რომ დავსვათ, აი 5x-ის შესაბამის 5x-ი ხო ყველას პატარა გვერდია და აი თუ ამას ჩავთვლით, აი ამ გვერდს ჩავთვლით მის შესაბამისად, ეს იქნებოდა 10 სანტიმეტრი. რა იქნებოდა ახლა დანარჩენი გვერდები? მოდი დავაკვირდეთ. დავწეროთ მსგავსები. 10 ისე შეეფარდება 5x, როგორც a შეეფარდება 6x და b შეეფარდება 8x. რა გამოვა პირველიდან? ვაი, აქ x-ები უნდა დავეწერა. x. პირველი ტოლობიდან გამოდის, რომ x-ები შეიკვეცებოდა, ხო? ჯვარდინაც თუ გადაგამრავლებინათ x-ები იკვეცებოდა, 10 5 შეკვეცებოდა, იყო 2 1-თან და a გამოვიდოდა 12. ანალოგიურად აჩვენებდით, მეგობრებო, რომ b იქნებოდა 16. შესაბამისად, ამ სამკუთხედის გვერდები იქნებოდა 10, 12 და 16. ასე მოდი მეორე გავაკეთოთ. მეორე ამოცანა
ისე ვთქვათ, მოცემული სამკუთხედის გვერდებია 5x, 6x, 8x, ანუ პრინციპში რას გვეუბნება ამოცანა, ხო? მსგავს სამკუთხედებში კი ერთი სამკუთხედის გვერდის შეფარდება მეორე სამკუთხედის გვერდთან რაღაც მუდმივი რიცხვია, მაგრამ თან ნახეთ რა ხდება, როგორც ისინი ერთმანეთთან კავშირში არის, რა პროპორციითაც არის განაწილებული, ხო? აი 5 ნაწილი, 6 ნაწილი, 8 ნაწილი, ნებისმიერ მის მსგავს სამკუთხედშიც ანალოგიურად იქნებოდა რაღაცა 5y, 6y, 8y, მოსვანაირად გამორიცხული. და ამის პერიმეტრი არის 66, ხო? და აქაც ახლა ჩვენ რომ დაგვეღო რაღაც A, B, C და დაგვეწყო რომ A ისე შეეფარდება 5x, როგორც B, 6x და როგორც C, 8x, ხო? აი რა გამოვიდოდა პირველი შეფარდების განხილვით? უბრალოდ რომ აგვენიშნა გვერდები A, B და C და მერე დაგვეწერა მსგავსები, რადგანაც არიან მსგავსების ტოლობა, ხო? ხო გამოვიდოდა რომ აი ჯვარედნად B რომ გადმოგვეტანა აქეთ ნიშნოში და 5x იქით აგვეტანა პირიქით A შეფარდებული B-სთან იქნებოდა 5x შეფარდებული 6x-თან, ანუ 5 6-თან. ანუ როგორათაც იყო ეს ორი გვერდი ერთმანეთთან ფარდობაში, ცხადია იგივენაირად იქნებოდა ეს ორი გვერდიც ერთმანეთთან ფარდობაში. ანალოგიურად C-ც და შეგიძლიათ პირდაპირ დაწეროთ, თუ იცით გვერდებს შორის პროპორცია საწყის სამკუთხედში, მიღებულ სამკუთხედშიც იგივე პროპორცია იქნება. ოღონდ სხვა პროპორციულობის კოეფიციენტი უნდა შემოიტანოთ, რა თქმა უნდა, 5y, 6y და 8y. აქაც გვერდები იქნებოდა 5-6-8-თან შეფარდებით. და შესაბამისად, ეგ გავს პრინციპში ადრე ჩვენი ნასწავლი თემებიდან მასშტაბს, ხო? იქ გჭირდებოდა მსგავსი მანევრები. 19y უდრის 76-ს, y არის 4 და შესაბამისად გვერდებსაც დათვლით 20, 24 და 32. მოდით 6-ის მეხუთე ვნახოთ. აჩვენოთ, რომ თუ სამკუთხედის რომელიმე ორი კუთხის სიდიდი არის 108 და 20 გრადუსი, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც სამკუთხედი, რომლის ორი კუთხე არის 108 და 20 გრადუსი. მეორე სამკუთხედის გვერდებია 52 და 20. რაღაცა 52 და 20. მაშინ ეს სამკუთხედები რომ მსგავსია აჩვენეთ. ნახოთ მესამე კუთხე. ცხადი ახსოვთ, ხოს გამოაკლებდი 108 და 20-ის ჯამს. პირველ სამკუთხედში ეს იყო 52. მეორე სამკუთხედში 180-ს გამოაკლებდი 52 და 20 ეს იყო 108. შესაბამისად გამოვიდა რომ ამ სამკუთხედებს სამივე კუთხეს სამკუთხედ თვეთის ტოლი აქვთ. ანუ მსგავსია. ასე მარტივ დასკვნას გამოვიდა. მოაჩვენე. სამივე კუთხის ტოლობა უნდა გეჩვენებინა ფაქტობრივად. რა ხდება ახლა 6-ის 6-ში? თქვენი თვითონ ახალზე რომ და ACB კუთხე არის 26 გრადუსი. ACB, აი ეს არის 26 გრადუსი. ADB კუთხე არის 34 გრადუსი. ეს არის 34. ვიცით რომ ეს სამკუთხედები მსგავსია. იპოვეთ CBD კუთხე. CBD ქნიან, ხო? ახლა თვალით გასაგებია ალბათ ეს კუთხე ამის ტოლი იქნება, მაგრამ მეუბნება ბლაკკუთხა სამკუთხედებია. პრინციპში ახლა აი, გასაგებია. ხო, თავიდანვე უთქავს ბლაკკუთხა. აი, ნახეთ ახლა ოქროები. ჩვენ არ ვიცით ეს სამკუთხედის ბლაგვია, აი დავხატეთ გადმოვიტანოთ აქეთ. 6-ის 6 და ნუ არის რაღაც ასე დახატული. და მსგავსი ხატი გვაქვს. და აქ რაღაცა ასე. ახლა ვიცით რომ ეს ორივე სამკუთხედი მსგავსია, თან ბლაკკუთხა და თან ვიცით რომ ეს 26 გრადუსია და ეს 34. ხო? და ესე კითხვა არის რას უდრისო CBD კუთხე, ხო? ეს კუთხე რას უდრის აი აქ?
ну, ვიცით რომ სამკუთხედები ბლაგვია, ბლაკუთხა. მაგრამ არ ვიცით რომელი კუთხეა ბლაგვი. ეხლა აქ თვალით ჩანს რომ ეს კუთხე უნდა ჩავთვალოთ ბლაგვად, აი ეს ორი კუთხე და რადგანაც სამკუთხედების გავსია, თავისთავად ორ-ორი ბლაგვი კუთხე ვერ იქნება და ბლაგვი კუთხეები იქნებოდა ერთმანეთის ტოლი. მაგრამ აი არ შეიძლება თქვა ეს კუთხე იყოს ბლაგვი და ეს კუთხე იყოს ბლაგვი. პირობითად აი მაგალითად ბლაგვი კუთხით რომ ყოფილიყო მიბჯენილი ბეწვეროსთან. მაგრამ ორივე ბლაგვი პრინციპში შეიძლება თუ არ შეიძლება უბრალოდ ასე იქნებოდა ახლა ეგ. კარგი მეგობრებო, ახლა ავტორს არ ვიცი ამაზე დაფიქრი აქვს არა აქვს, მაგრამ ალბათ ნახაზის მიხედვით უნდა გვეხმწვანელა რა. და ეს უნდა ჩაგვეთვალა ბლაკუთხედ, აი ეს, აქ, ესეც ბლაკუთხედ, ესე იქნებოდა ერთმანეთის ტოლი, შესაბამისად მაშინ 26 გრადუსიანი კუთხე ეს გამოვიდოდა მეორე სამკუთხედში, იმიტომ რომ რადგან მსგავსებია მარცხენა და მარჯვენა სამკუთხედი 26 თუ მარცხენაში მარჯვენაში წყობდარ ეს თუ ბლაგვია, ეს მახვილია 34-ია, მაშინ ბეწვეროსთან მდებარე კუთხე მარცხენა სამკუთხედში იქნებოდა 26, ხოლო ანალოგიურად მარცხენა სამკუთხედში 34. შესაბამისად კუთხე CBD გამოვიდოდა 60 გრადუსი. კარგი. 6-ის მე-7. სამკუთხედის გვერდები არის 10, 12, 15. რა მაქსიმალური სიგრძის გვერდი შეიძლება ჰქონდეს მოცემული საკუთხედის მსგავს სამკუთხედს, თუ მისი ერთ-ერთი გვერდი არის 60. მოდი ახლა დავფიქრდეთ. თავიდან მოცემული სამკუთხედის გვერდები არის 10, 12 და 15. ну, ავიღეთ მისი მსგავსი სამკუთხედი, ხო? და ვიცი რომ ერთ-ერთი გვერდი არის 60. აი, სად უნდა იყოს 60 ახლა? აი, აქ, ანუ 10 შესატყვისზე, აი 10-ის შესაბამისზე, თუ ვთქვათ, უნდა იყოს აი აქ 15 შესაბამისზე. თუ აქეთ აი 12 შესაბამისზე. ახლა თქმა არის რომ რაც შეიძლება გვინდა რომ მაქსიმალური სიგრძის გვერდი გქონდეს, მეგობრებო, ანუ მივიღოთ რა, ანუ რა შეიძლება იყოს მაქსიმალური სიგრძის გვერდი. ესე იგი ეს სამი შემთხვევა რო არის, რომელი შემთხვევის დროს გვექნებოდა მეორე სამკუთხედში ფაქტობრივად უფრო დიდი გვერდები რა. რა თქმა უნდა, ეგ მიიღწევა თუ მსგავსების კოეფიციენტი იქნება რაც შეიძლება დიდი, მაქსიმალური. და რა დროს იქნებოდა მსგავსების კოეფიციენტი მაქსიმალური? აი წარმოიდგინეთ ახლა აქ რო იყოს 60, მაშინ მსგავსების კოეფიციენტი ხო იქნებოდა 60 შეფარდებული 15-დან და იქნებოდა 4. ეს არ შემთხვევა, ეს შემთხვევა რა შეიძლება ყოფილიყო 60 ყოფილიყო 12 შესატყვისი გვერდი და შესაბამისად მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა 5. მაგრამ აი თუ 60 იქნებოდა 10 შესატყვისი, მაშინ მსგავსების კოეფიციენტი გამოვიდოდა უკვე 6. აი ყველაზე დიდი მსგავსების კოეფიციენტი გამოვა თუ 60 იქნება 10-ის შესატყვისი გვერდი. და ალბათ ეს გვაქვს. იმიტომ რომ შესაბამისად მაშინ ამას თუ 100 და B-ს დავაძეთ, დანარჩენ ორ გვერდს არა იქნებოდა 6x12 და B იქნებოდა 6x15. და მაქსიმალური გვერდის სიგრძე გამოვიდოდა 90. ну, პასუხი იქნებოდა 90. აბა დავაკვირდეთ 6-ის 800. ABC სამკუთხედში გავლებულია AC გვერდის პარალელური წრფე, რომელიც AB და BC გვერდს კვეთს M და N წერტილები. მივიღოთ ABC სამკუთხედი. AC გვერდის პარალელური გავავლოთ. AB-ს ყოფს M, BC-ს N წერტილებად. იპოვეთ პირველი BC, მოდიეთ წავყვეთ, პირველი.
ახლა მოდი პირველი და ბოლო ამოვხსნათ რა, თუ გავლილი იქნება ახლა ამის გაკეთება, პირველი და მესამე გავაკეთებთ. აი მგონია მეორე და მეოთხე რაიმე პრობლემა შეგვიქმნას. იყოს ვარჩევ ახლა პირველს და მესამეს, თორე ძალიან რუტინაა და არ გავრაზდეთ ახლა ბოლო ყველას რო არ გავარჩევ. რა გვინდა ახლა ჩვენ? ხო, AB არის 10. პირველ მაგალითში ვიცით რომ AB 10-ია, დავწეროთ AB 10-ია. MB ეს არის 7, კი ბატონო, იყოს MB 7 და BN არის 5. კი ბატონო, BN იყოს 5. რას გთხოვენ? ჩვენ გთხოვენ BC-ს. რა ახსენეთ ჩვენ? პარალელური მონაკვეთი რა შეფარდებითაც გაყოფს ერთ გვერდს, იგივე შეფარდებით გაიყოფა მეორე გვერდი. შესაბამისად, ახლა ნახეთ, ეს თუ 7 სანტიმეტრია და ეს 3 სანტიმეტრი. ანუ რა შეფარდებით გაიყო ერთი გვერდი? აი BM შეფარდებული M-ასთან ხო არის, იგივე 7-სთან შეფარდებული. და აქედან ხო გამოდის, რომ BN შეფარდებული NC-სთან ეგეც იქნებოდა 7-სთან შეფარდებული. მაგრამ რადგანაც აქ ვიცით BN-ის სიგრძე, აი ეგ ვიცით 5 სანტიმეტრი, ანუ სანამდე დადის ეს ხო 5 სანტიმეტრი შეფარდებული NC-სთან, ეს არის იგივე 7 სანტიმეტრი. რა გამოვიდა NC? NC გამოდის ოქროები 15/7 სანტიმეტრი. მაშინ რა იქნებოდა აქედან მთლიანად BC? BC იქნებოდა 5 სანტიმეტრს დამატებული 15/7 სანტიმეტრი. თუ გაერთუშვენიათ 35-35-ს დამატებული 15 და 50/7 სანტიმეტრს მიიღებთ. რა კაი რიცხვი ახლა ვერ იტყვი, მაგრამ პასუხი. მოდი ახლა მესამე გავაკეთოთ. ხოშლია ამას. დავაკვირდეთ რას გთხოვს მესამე, ასე. ეგ გავასუთავოთ. თუ შესაბამის გვერდებზე იყავით ორიენტირებული. აი ეს ითხოვეთ. და AB-ს მინუს AM არის 10. ანუ AB-ს მინუს AM არის 10. მოდი ვცებ ახლა AM-ის მაგალითად აქ დავაწეროთ x-ი, აი მას დავაწეროთ x-ი. შესაბამისად ახლა აქედან ხო გამოვა რომ AB იქნება 10 AM-ს პლუს ანუ x პლუს 10 იქნება ხო? AB. ეს იქნება x პლუს 10. ნუ აქედან ხო ცხადია რომ 10-ის ტოლია MB. და C-ი შეფარდებული CB-სთან ვიცით ჩვენ. C-ი ისე შეფარდება უბრალოდ BN-ს ქვედა ზედას როგორც 3/4. ანუ ეს 3x-ია, არა 3x-ის რა შემოვიდა? კოეფიციენტი შემოვიდა 3k არის, ეს 4k არის. რა ვიცით ახლა ჩვენ აქ რას გავაკეთებთ? როგორ შეეფარდება 10x, როგორც ერთი გვერდის მონაკვეთები შეეფარდება ერთმანეთს, ისე შეეფარდება მეორე გვერდის მონაკვეთებიც ერთმანეთს. შეეკვეცებოდა შესაბამისად 4x-ი აქ იქნებოდა 30 და x-ი გამოვიდოდა 7-ის, ანუ 7-ის არა 35 რო 30 რო 2-ზე გააყო 15, ანუ 15-ის ნახევარი, ხო? ასე გამოვიდა. ნუ სხვაებიც მარტივია და გააკეთებდით დაძლევდით რა. მოსავლების გასაგუნდად, რა თქმა უნდა, თუ რაიმე პრობლემა გექნება და აუცილებლად ამოწერეთ და ნუ გაკვეთილზე შესაბამისად გავარჩევთ თლად რუტინულ სტანდარტულ საკითხებზე დროს არ დავკარგავთ და ორიენტირებული ვიქნებით მარტო შეკითხვების გარჩევაზე. 6-ის მეცხრე. მოდი გამოვიყენოთ ახლა ეს ნახაზი, მგონია რომ საკმარისი იქნება, ნახაზე დაყნობით თუ არ გვეუბნება ავტორი.
რა ხდება ახლა? რომელი სამკუთხედებია მსგავსი? აი ამას რომ დავაწევოთ, აი აქ A, ხომ გამოდის მეგობრებო, რომ სამკუთხედი CDA, ხო, აი ეს CDA მსგავსი არის სამკუთხედი CAB-ს. ეტა ესენი პარალელური ხაზები იყო და შესაბამისად მსგავს კუთხეებს მოვცემდნენ. ახლა რა გამოდის აქედან? პატარა სამკუთხედის გვერდის შეფარდებული შესაბამის დიდი სამკუთხედის გვერდზე. რა ვიყოთ უფრო ვიცი? მსგავსებით ერთი კი არ შეეფარდება 9-ს, იმიტომ რომ 9 არ არის სამკუთხედის გვერდი. აბა მსგავსებით რა გამოდის? მსგავსებით გამოდის, რომ ერთი სამკუთხედის გვერდი შეეფარდება მეორე სამკუთხედის გვერდს. ანუ ფაქტობრივად 1 10-თან აქ ეს თუ ხო 10 იქნებოდა, ანუ 1 შეფარდებული 10-თან, ტოლი არის მე 3, ანუ დეკან შესატყვისი გვერდი 3 შეფარდებული, აქ კი ბატონო AB არის შესატყვისი გვერდი AB-სთან. და AB რა გამოვიდოდა? 3 10, ანუ გამოვიდოდა 30-ის ტოლი. მოდი მე-10 ამოცანაც ნახოთ. ამიტომ შეიძლება პრინციპში ხო ნახაზის გამოყენება, აბა მოდივა. გავაკვირდეთ. აი ეს კუთხე ისედაც ვიცით, აი როდესაც მეგობრებო ახლა გულიც გიგრძნობ და პრინციპში როცა ნახაზი მოდის, ამოცანა მოდის, ან შემქმნი ნახაზ, იქ ეძებ სამკუთხედების ტოლობას, ან ეძებ მსგავსებას. როდესაც ახლა სამკუთხედამდე არის დაყვანის სიტუაცია, ახლა როცა წრეწირია, ხო, იქ ერთი და მეორე კალზე დაყრდნობილ კუთხეებს ეძებ, ხო, ჩახაზულია თუ წეროშინითა, წეროგარეთა, რაც აი იქ კი სხვა სპეციფიკა არის იდეაში, მაგრამ იქაც საკმაოდ აქტუალურია მსგავსების მომენტი. მაგრამ აი როგორც კი სამკუთხედებამდე დადის სიტუაცია, ეძებთ ან ტოლობას ან მსგავსებას და აი მონიშნოთ ახლა ეს ვერტიკალური კუთხეები ტოლია. კუთხე BAM, სად არის BAM? ეს არის კუთხე BAM, უდრის კუთხე BNB-ს, BNM-ს, აი ამას. აი გეტყვით, ახლა რა გამოდის რა შეგვიძლია დავასკვნოთ? რომ ცხადია სამკუთხედი ABC მსგავსია, რომელი სამკუთხედის არაურიო, თქო, ნახეთ, პირველად მე ადავწერი, ანუ ორხაზიანი კუთხე, მეორე სამკუთხედშიც ჯერ უნდა დავწერო ორხაზიანი კუთხე, ორკალიანი ასე, N. მერე AB უხაზო კუთხე თქვი, ხო, B-ს არ მაქვს აღნიშნა, აქაც მეორე სამკუთხედშიც უნდა თქვა ჯერ ხაზგარაში, კალის გარაში კუთხე M და მერე ერთხაზიანი, აქ C-ი. როცა ასე წერთ, მეგობრებო, მსგავსება აქედან რა გამოდის? აი, კი დაწერეთ, რომ სამკუთხედი მსგავსია, მაგრამ გვერდების ფარდობით ეს როგორ გაფორმდება? შესატყვისი გვერდი იქნება ABNM-ის, ანუ AB შეფარდებული NM-თან. მერე შესატყვისი გვერდი იქნება BCMC-ს, BC შეფარდებული BC არის უხაზოს მოპირდაპირე და BC არის ორხაზიანის მოპირდაპირე, ხო, BC და MC-ც ორხაზიანს, არაფერი არ ამბობ, სწორია ყველაფერი. BC MC-სთან და AC NC-სთან. შევიდაოთ ახლა რაც ვიცით გვერდები, ხო? აქ აი AB-ს თუ აღნიშნავთ რაღაცა 10 მაგალითად, MN იქნება 2A, ხო? აი რა წეროთ ახლა ასოებით, ლათინური დიდი ასოებით. AC 7-ია. მოდია. ეს 7-ია, ხო? ეგ 7-ია. მერე BC 5-ია. ეგ 5-ია. MN ეგ არის 2A, როცა ეს აღნიშნე ერთი. ანუ რა გამოვიდა? A შეფარდებული 2A-სთან, უდრის 5 შეფარდებული MC-სთან და 7 შეფარდებული NC-სთან. რა თქმა უნდა, აქედან გამოდის, რომ MC არის 10, ორები შეიკვეცებოდა, 2 5-ზე გამრავდებოდა და შესატყვისად გამოდის, რომ NC იქნებოდა 14, ამასაც მარტივად დაალაგებთ.
იმედია გავიგეთ, აი მიმდინარეობა როგორ დავაფიქსირეთ სამკუთხედების მსგავსება, როგორ გამოვყავით შესაბამისი გვერდები და ნუ შესაბამისად ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ პროცესი. ჩვენ გვთხოვდნენ AM გვერდს, AM და რა გამოვიდა ახლა? ჯერ არ გამოსვლები აქვს ციფრო. ესე იგი AC რა ვქონდა? AC იყო 7, C-მი რა მივიღეთ? MC მივიღეთ 10. შესაბამისად პასუხი, რასაც ითხოვდნენ AM-ს, მთლიანად AM-ი გამოგვივიდა 17. დაემთხვა აბუსაც აღნიშნული პასუხი. მოდი 6-ის მე-11 ვნახოთ. რა სიტყვა ნახაზი არა ამოცემული ჩვენ დავხაზოთ. უბეცე სამკუთხედის AB და AC გვერდების გაგრძელებაზე აღებულია შესაბამისად D და E წერტილი. ოჰო, საინტერესოა. მოდი დავხატოთ ახლა უფრო სწორად. შედარებით პატარა სამკუთხედი, რადგან გაგრძელებებზეა საუბარი, მეტად. აი, წავიდეს. დავწეროთ ასოები და ვნახოთ რომელი გვერდები გვაქვს გასაგრძელებელი A, B და C. AB და AC გვერდების გაგრძელებაზე. A, B, AC. D და E წერტილი მსგავსია, თორე გაგრძელებაზე, AB და AC გვერდის გაგრძელებაზე, რომელ მხარეს გააგრძელა, ახლა გაიგე. მედია ახლა კიდე ფინირებას არ საჭიროს. კაი, გავაგრძელებ თქვათ AC გვერდი C-ს მხარეს და გავაგრძელებ AB გვერდი B-ს მხარეს გავაგრძელებ. შესაბამისად აღებულია, ანუ აქეთ არის აღებული D წერტილი ასე. AC-ს გაგრძელებას. და E წერტილია AC. ხო. ანუ აქეთ არის AB-ს გაგრძელებაზე არის D წერტილი აღებული, AB-ზე შესაბამისად კიდე აკე. ოღონდ ახლა ეგ ერთ-ერთი შემთხვევა იქნება A-ს მხარეს გადადებული E წერტილი, რომ აქ არ ჩანს. და მსგავსია თუ არა ABC და ADE სამკუთხედები AB C და ADE. ნუ იდეაში ახლა ასე რომ ყოფილიყო თქვათ ასე და მე ეს რომ აქვს A B C რომ გამეგრძელებინა ეს ასე AB გვერდი და ეს ასე გამეგრძელებინა და შესაბამისად ახლა აქ რომ ამიღო მე D წერო და აქ ამიღო E წერო და რომ ეკითხებოდეს AD ანუ აი ეგ სამკუთხედი ახლა შეიძლება ასე იყოს. მოდი აბა შევაერთოთ ახლა ეს სამთან ესთან და ახლა იქ თვალით თითქოს მსგავსი გამოდის, მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტულ აი აქ პირველი შემთხვევა რაცაა, იმ სიტუაციას მოვერტოთ. აბა AB არის 24. AB არის 24. AC არის 16. ეს 24, AC 16. AD არის 21. AD არის 21. AD. მგონია რომ ეგ გასაგებია საითკენ იქნებოდა D წერტილი გადადებული, ხო? ესე იგი AB-ს გაგრძელებაზე თუა D წერტილი გადადებული AD როგორ იქნება 21 თუ AB-ა 24. აი, ანუ გამოდის რომ ქვემოთ ყოფილა აღებული, ხო? ეს
ასე. მეორე მხარეს ყოფილა გაგრძელებული. აი, რით უნდა ავიღოთ ეწეთი. და ეს არის 21. ად. ე არის 14. ე. აჰა, ანუ ეს ერთია ავტორს, ანუ ისე ქონია პირობა, რომ აქ ახლა ორაზროვანი აღარ არის. შესაბამისად, რადგან 16 იყო, ფიზიკურად ვერ იქნებოდა C-ს მარჯვნივ გადადებული ეწერტილი. ეს არის 14. ისა შევაერთოთ A და D წერტილი. ერთმანეთთან. და ახლა გამოვიკვიროთ სამკუთხედი ABC, გავაფერადოთ, აი ეს სამკუთხედი და ქვედა თეთრი სამკუთხედი არის თუ არა მსგავსი. რა უნდა ხდებოდეს მეგობრებო? ახლა აქ სამივე კუთხეზე ინფორმირებული ფიზიკურად ვერ იქნებით. აქ ერთი ვიცით, რომ ეს კუთხე არის ამ კუთხის ტოლი, ეგ ვიცით და ვიცით ამ კუთხის რომელი კუთხეებიცაა ტოლი მიმდებარე გვერდები. რომ იყოს მსგავსი ეს ორი სამკუთხედი რა უნდა ხდებოდეს? სამივე გვერდით ვერ გავალთქოს, ანუ მსგავსების სამი ნიშანი ვიცით ჩვენ, ხო? სამივე გვერდი თუ პროპორციულია, აქ მესამე გვერდებზე აი ამაზე არ ვართ ინფორმირებული. BC-ზე და ED-ზე. არ ვიცით სამივე კუთხე. ახლა ეგ BC და ED პარამეტრებს რო ყოფილიყო კიდევ რაღაცას ვიზამ. არ არის რა. და შესაბამისად ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა მივმართოთ ფაქტობრივად ბოლო ნიშანს, მესამე ნიშანს, როდესაც ჩვენ მე რო ჩამოგითვალეთ რა, შეიძლება ახლა რომელიმე სახელმწიფოში ეს მესამე ნიშანაც საერთოდაც არ იყოს გამოყენებული. მაგრამ რა არის კიდევ ერთი ნიშანი? თუ ორი გვერდი პროპორციულია და მათი მიერ შექმნილი კუთხეებია ტოლი. ანუ აი 24 შეფარდება 14-თან, 24 შეფარდება 14-თან, თუ იქნებოდა ტოლი 26 შეფარდება 21-თან, ხო, ბოდიში 16-ის ფარდობისა 21-თან, ან რატომ უნდა იყოს მაგალითად მაინც და მაინც 24 14-ის შესაბამისი, ხო, ეგ შესაბამის გვერდებია, ხო, შეიძლება და 24 21-ის შესატყვისი ყოფილიყო, ხო? ან 24 შეფარდებული 21-თან, ტოლი თუ გამოდის 16 შეფარდებული 14-თან, მაშინ მეგობრებო, კი, სამკუთხედები იქნება მსგავსი. იმიტომ რომ ორი გვერდი იქნება პროპორციული, აი ასე, ერთმანეთის და მათ მიერ შექმნილი კუთხეები ტოლი. აი, თუ დააკვირდებით, ეს ტოლი გამოდის. ანუ ზედა ვარიანტი, იმიტომ რომ 24-14 ერთზე დიდია, 16-21 ერთზე პატარა. ანუ აქ რაც შეეხება მეორეში, ნახეთ მეგობრებო, 24 და 21 იკვეცება 3-ზე, ეს არის 8-7, ესეც იკვეცება 2-ზე, ეს არის 8-7. მაგარია, ანუ შეფარდებები ტოლია, შესაბამისობები, ანუ გამოდის, რომ ნახეთ, ესე იგი 24 შესაბამისი არის მეგობრებო 21 და 16 შესაბამისი არის 14. შესაბამისად, რომელი კუთხეები იქნებოდა ტოლი, ნახეთ, აი 16-ის მოპირდაპირე კუთხე, აი ეს ტოლი იქნებოდა 14-ის მოპირდაპირე კუთხის, რადგან 16 და 14 გამოვიდა შესაბამისი და ანალოგიურად 24-ის მოპირდაპირე კუთხე აქ ტოლი იქნებოდა 21-ის მოპირდაპირე კუთხის. ანუ მსგავსებას როგორ ჩავწერდით ჩვენ სამკუთხედი ABC ისი მსგავსია ABC, ნახეთ, ეს მსგავსი იქნებოდა ჯერ ხო ყვითელი კუთხე მაქვს 100, მერე წითელი კუთხე მაქვს, ანუ D უნდა ვთქვა, D-ი და მერე მწვანე კუთხე S-ი. AD სამკუთხედის მსგავსი იქნებოდა. შესაბამისად ჩვენ გავეცით პასუხს, კითხვას პასუხი და კი
იქნებოდნენ მსგავსები. მოდი მეორე დამოუკიდებლად ცადეთ და თუ გექნებათ კითხვა, გავარჩიოთ, არ არის გამორიცხული მეორეში ორი შემთხვევა იყოს განსახილველი, აი, როდესაც ერთ მხარეს არის გადადებული და მეორე მხარესაა გადადებული, მაგრამ ხა რო გვირდები, მნიშვნელობა არ ექნება ამას, მეგობრებო, რომელ მხარეს იქნება გადადებული თუ ორივე დიდია რა. ერთი და იგივე სიტუაცია იქნება. მეორე ზუსტად იგივენაირად გამოვა და აკვირდით და ნახეთ. 6-12. მოვიყევოთ ნახაზი ჩავაწეროთ. აი, რა ვიცით ჩვენ ახლა ამ ოცადაში, ხო? აი, ორი სამკუთხედი გვაქვს. ცოტა გავამუქებ ერთ სამკუთხედს და მოდი სამი სფერა და სამკუთხედი შევღებოთ ჩვენ, მოდი სამი სფერა. ასე. არის თუ არა იასამი სფერის სამკუთხედი მსგავსი დიდი სამკუთხედის. ახლა არ გვეუბნება აქ მსგავსებაზე სიტყვა არ აქვს დასრულებული, ჩვენ უნდა ვიპოვოთ უბრალოდ mn მონაკვეთი, მაგრამ ნახეთ ახლა აქ ხო ეჭვი უნდა გაგიჩნდეს შემთხვევით მსგავსების თავში ხო არ იქნება. AB არის 7, ხო? AB 7-ია. და შენ იცი რომ BC, ნახეთ BC სად არის? აი ეს არის BD შეფარდებული MC-სთან. ანუ დიდი სამკუთხედის გვერდი აი ამასთან და მე ისევ დიდი სამკუთხედის გვერდი აი აქ ეს მოდი ამას ვთქვათ ვიღებ აი ეს აი C ორი ხაზით რომ ნახო ავიდე სიხვალე აი ეს ორი ხაზი არის პატარა სამკუთხედის NC ნახეთ აი აქ ესეც ასე ორი ძალით რო შემოხობს ამასთან ეფარდება რა გამოდის მეგობრებო გამოდის რომ ერთი სამკუთხედის ორი გვერდი მეორე სამკუთხედის ორი გვერდის პროპორციულია და თან რომელი ორი გვერდი ნახეთ აი BC რომელიც აკრავს დიდ სამკუთხედში კუთხე C-ს ასე ამას და თან მეორე გვერდი რა არის აქ BC და AC AC არის ამ კუთხეს C-ს რო აკრავს მეორე გვერდი ანალოგიურად ამ იასამი სფერის სამკუთხედი რაც ქონდა ჩვენი ის სფერის სამკუთხედი რაც NC გვერდი და MC გვერდი რა არის აკრავს ისევ C კუთხეს ანუ ფაქტობრივად ჩვენ ერთ კუთხესთან მიმდებარე ორ-ორი გვერდი ამ სამკუთხედში შევაფარდე გაუტოლეთ ერთმანეთს ტოლია თქო ვიძახით და ცხადი ეს კუთხე საერთოა ანუ გამოდის რომ ეს სამკუთხედები მსგავსია ანუ სამკუთხედი ACB მსგავსი გამოდის ნახეთ არის ერთ შავი ხაზის პირდაპირ ხო აი აქ ამისი ასე და აქაც შავი ხაზი პირდაპირ n კუთხე გამდიოდა ხო ანუ პირველი იქნებოდა აქ სამკუთხედი n c m-ის ანუ a კუთხე არის ამის ტოლი n კუთხის და აი b კუთხე არის აი m კუთხის ტოლი ხო ცხადია ხო ასე იქნებოდა მორჩა სამკუთხედები მსგავსია ხო ანუ პროპორციით მსგავსების ბოლო ნიშანი გამოვიყენე არც სამივე გვერდზე ვიყავ ინფორმირებული არც სამივე კუთხეზე ჩვენ ვიყავით ინფორმირებული ორ გვერდსა და ერთ კუთხეზე და ვიცით რომ ეგ საკმარისია თქმა უნდა თუ ტოლი კუთხის მიმდებარე გვერდებია პროპორციული სამკუთხედების მსგავსებისთვის მაშინ AB შესატყვისი რა იქნებოდა იქნებოდა MN და MN-ი ანდა გავაგზავნოთ ისე აი AB იქნება შეფარდებული MN-თან პოლი იქნებოდა მეგობრებო ეგეც ფესვ7-ის ხო AB რადგან არის 7 ანუ 7 შეფარდებული MN-თან არის ფესვ7 და შესაბამისად MN-ი გამოვიდოდა ფესვ7 შეფეცება 7 ფესვ7-ზე აქ ფესვ7 დარჩებოდა ასეთი საინტერესო ამოცანა გამოდგა.
გავაგზავნოთ აბა საუბარი 6-ის 13, ხო? აჰა. აქაც საკმაოდ ისეთი დახსახსრული ამოცანა გამოვიდა და რა ხდება? სიმაღლეებია გავლებული? არა, სიმაღლეები არ არის გავლებული, რაღაც პარალელური ხაზია. მოდი ეგ ცოტა ისეთი ვიწრო ნახაზი რო არ გამოვიდეს, გადმოვხაზოთ ჩვენთან. 6-13 და დავაკვირდეთ აბა რა ხდება. ABC სამკუთხედში, მოდი ასე ავიღოთ. ABC სამკუთხედი, როგორც ამათ აქვთ აღებული. ავიღეთ. გავლებულია AC გვერდის პარალელური DE შუახაზი. შუახაზი ყოფილა. შესაბამისად ნახაზი არ გადაიტვირთება ახლა თუ გავაკეთებთ ჩვენ ასეთ რაღაცას, ანუ ეს გვერდის ტოლი იყო და ნუ შესაბამისად ახლა აქ კაწეტილი აღებული და მეორე მხარეს აღარ გავაკეთებ. ამას ვიზა მე მომნიშნა ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია და პრინციპში ახლა გავახსენდება რომ შუახაზია ასოები დავაწეროთ B C D E. მერე რა არის? აკა მონაკვეთი მას F შუა წერტილში კვეთს. აჰა, გასაგებია. ანუ ისე გავლის ადან მონაკვეთი. ნუ შუა წერტილში კვეთებოდა ეს ასე. ეს ამის ტოლი იყო D, ხო? ეს F-ი დავაწეროთ. ამას დავაწეროთ K. კი ბატონო, გასაგებია. გვეკითხებია ნახა ჩვენ F-ის შეფარდებას F-კასთან. ისე რომ ვამოდატყუოთ აქ. კი, პრინციპში, თუმაც არა. F-ის შეფარდება F-კასთან. ხო, ახლა რა უნდა ვქნათ, რაზე უნდა ვიყოთ დაგეშილი და იმ რიგში მეგობრებო, როცა ასეთ ტიპის სამკუთხედების სიტუაცია მიიღება, რა თქმა უნდა სამკუთხედების ტოლობის ძიებისკენაც უნდა იყოთ ორიენტირებული, მაგრამ სამკუთხედების ტოლობა, ასე თქვათ, უმაღლესი რანგის კავშირია ორ ფიგურას შორის, ხო? აი, მეტი სიახლოვე რა უნდა ჰქონდეს ორ სამკუთხედს, ახლა თუ არა და ტოლები რომ არის, ხო? ამიტომ ეძიეთ ჯერ მსგავსება. მიდი და მსგავსებაზე, აი ამდენ კვეთაში როცა არის ახლა საუბარი ამდენ კვეთაზე, რა არის რელევანტური, ხო? ნუ მოძებნოთ მეგობრებო შესაბამისი კუთხეები. ნუ ნახოთ რა, შესაბამისი კუთხეები რისი ტოლია. თან რატო დაჭირდათ ახლა აქ შუა წერტილში გადაკვეთა ამის, ხო? მოგეთ საინტერესოა. მოდი ნახოთ. დავაკვირდეთ. ცხადია, მოდი აგერ წამისა კუთხეები ავიღოთ. ეს კუთხე ორხაზიანი. ესეც ორხაზიანი, ხო? ვერტიკალური კუთხეები. ახლა შევხედოთ, რომ F-ს ხო AC-ს პარალელურია, იმიტომ რომ D პარალელური იყო და F-E მისი ნაწილია, ანუ შესაბამისად ესეც ორხაზიანია. კი ბატონო. ახლა ფაქტობრივად რა გამოდის, რა შეგვიძლია ჩვენ თქვათ? შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი თუ AC იქნებოდა მაგალითად ნუ რაღაც ისტორი, ხო? DE აქედან გამომდინარე, DE ხო იქნებოდა 1/2 A. და FE რადგან მისი ნახევარია, ხო გამოდის 1/4 A. ნუ D შუახაზია და შესაბამისად AC-ს ნახევარი. კი, გამოდის. მაშინ დავაკვირდით ახლა მეგობრებო, ხომ ცხადია რომ სამკუთხედი FAE მსგავსია ასე მსგავსია სამკუთხედი AAC-ი, ხო? ნუ მარტივი დასანახია ორი კუთხე ტოლი აქვთ, ხო? ერთი კუთხე საერთო აქვთ. AAC-ი.
და თუ მსგავსია შესაბამის გვერდების შეფარდება ხო ტოლია, აქედან ხო გამოდის, რომ აი FK პატარა სამკუთხედის გვერდი რომ შევაფარდოთ დიდთან A-სთან, A-კასთან, ეს იქნება FE, ანუ 1/4 A რომ შევაფარდო A-სთან. ანუ გამოდის, რომ FK-ს ფარდობა A-სთან ისე შეეფარდება, როგორც 1/4-ს. ანუ იდეაში, თუ მე ვიტყვი, რომ ეს არის x-ი ნაწილი, მაშინ მთლიანად AK გამოვიდოდა 4x. ხო? 1/4. მაშინ F-ი მარტივად 3 ნაწილი არ გამოდის? 4-დან 1 ნაწილი თუ FK-ს მიაქვს, ანუ 3 ნაწილი რჩება AF-ს. მაშინ კითხვაზე პასუხი რა იქნებოდა? AF-ი FK-ს როგორ შეეფარდება? როგორც 3 1-ს. საკმაოდ საინტერესო ამოცანა იყო, რა თქმა უნდა, მარტივი, მაგრამ პრინციპში რაც ახასიათებს გავსებთან დაკავშირებულ პრობლემების გადაწყვეტას, საკმაოდ ნორმალური სირთულე იყო დასანახად რა. უნდა გადასულიყავი ერთი საკუთხედიდან მეორეში, უნდა დაგიფიქსირებინა ფაქტი და დამიჯერეთ მეტად არ რთულდება აქ სიტუაციები რა. აი מחვილით ვარ წინა ამოცანები, როდესაც ჩვენ ვიყენებთ მსგავსების, ასე ვთქვათ, ყველაზე იშვიათ ნიშანს ორი გვერდის პროპორციულობა და მათ შორის მდებარე კუთხის ტოლობა, ხო? აი ის უფრო რთული დასანახია ხოლმე და აი იქ არის ერთი რაღაც ისეთი ხაფანგივით ხოლმე თორემ ასეთ ამოცანებში მარტივად უნდა მიაღწიოთ წარმატებას. წავშალოთ და დავაკვირდეთ მე-14 ამოცანას. სიტყვებს 6-14. ABCD ტრაპეციაში AD და BC ფუძეებია. ანუ ტრაპეციის ახლა მსგავსება ტრაპეციაში ძალიან სოლიდური საინტერესო საკითხია. მე არ გამიკეთებია ახლა შესავალში მაგაზე კომენტარები, მაგრამ მოდი იქნებ კონკრეტული ფაქტების გარეშეც გავწრეთ. ну რა უნდა გვახსოვდეს ახლა ტრაპეციას რომ ვაკეთებთ ოქროები, ძალიან მარტივი დასანახია, რომ ნებისმიერ ტრაპეციაში დიაგონალით მიღებული სამკუთხედები, ფუძეებთან მიღებული სამკუთხედების გავსია და რატო? ეს კუთხე ხო ამას უდრის. ეს კუთხე ხო შიგა ჯვარდნობის გამო ამას უდრის და ეს ვერტიკალურია და გამოდის ახლა ხო ძალიან მარტივი დასანახია, რომ ფუძესთან მდებარე სამკუთხედები ეს და ეს ერთმანეთის მსგავსია, ხო? აბა მოდი ნახოთ. ავიღოთ რაიმე ტრაპეცია. ასე და ასე. დავწეროთ ასოები A, B, C, D. AD და BC ფუძეებია, კი ბატონო, O დიაგონალების გადაკვეთის წერტილი, ანუ შესაბამისად. ასე. ეს არის O დიაგონალების გადაკვეთის წერტილია, ვიცით BO არის 3, 20 არის 4, AO არის 6 და გვეკითხებიან ოდეს, ხო? კი ბატონო. მოდი x-ით აღნიშნოთ. ხო, აჩვენეთ ჩვენ რომ სამკუთხედები მსგავსია, ხო? აი სამკუთხედი BOC მსგავსია სამკუთხედი, ნახეთ, ახლა პირიქით. ანუ ეს კუთხეა ამ კუთხის ტოლი, ამიტომ DO-ას მსგავსია. და მსგავსებას რა მოყვება შესაბამისი გვერდების შეფარდების ტოლობაც, ხო? აი ერთ რკალიანის მოპირდაპირე პატარა სამკუთხედში 4 რომ შეაფარდო დიდ სამკუთხედში ქვემოთ ერთ რკალიანის მოპირდაპირესთან, ხო? აი ეს 6 იყო, ხო? 6-თან ტოლი იქნება მერე ორ რკალიანის მოპირდაპირე, ანუ პატარა სამკუთხედში 3 რომ შეაფარდო დიდ სამკუთხედში, ხო? ამაში ორ რკალიანის მოპირდაპირესთან, ანუ x-თან. თქო, მოდის აქედან 4x უდრის 12 და 8-ს.
და x-ი გამოვიდა 18/4, ანუ 9/2, ასე ვთქვათ 4/5. მაგრამ მოდი ბარე ვთქვათ, ტოლფე და ტრაპეციის უпроსრად მსგავსებიდან გამომდინარე უკვე ტრაპეციის კიდევ ერთი ახალი თვისება. ანუ ერთი რა ვთქვით, ვთქვით როგორებო რომ ფუძესთან მდებარე სამკუთხედი მსგავსია და აქედან გამოდნება ძალიან მაგარი თვისება თან ნებისმიერ ტრაპეციისთვის მახასიათებელი, რომ დიაგონალები გადაკვეთის წერტილით იყოფა პროპორციულ ნაწილებად. ანუ რა გამოგვივიდა ახლა ჩვენ ამ მსგავსებით, აი წეროს კორდინატით ასევით რო ჩავწერთ. ერთკალი არის მოპირდაპირე CO ისე შეეფარდება დიდ სამკუთხედში ერთკალიან მოპირდაპირე AO-ს, როგორც პატარა სამკუთხედში ორკალიანი მოპირდაპირე BO შეეფარდება დიდ სამკუთხედში ორკალიანი მოპირდაპირე OD-ს. აი ეს ამბავი მივიღეთ მეგობრებო ჩვენ. ანუ ერთი დიაგონალი, აი CO როგორც შეეფარდება AO-ს, აი ზუსტად იგივენაირად შეეფარდება BO OD-ს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს თუ არის რაღაცა M-თან შეფარდებით, ესეც არის M-თან შეფარდებით, პროპორციულობის M ნაწილი და N ნაწილი, ასე თვითფასაზრისით. ძალიან ძლიერი მომენტია ეგ. შეგიძლიათ თეორემათაც თქვათ. ტრაპეციაში დიაგონალები გადაკვეთის წერტილით იყოფიან პროპორციულ ნაწილებად. მინდა მე-15-ს გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ABC ტრაპეციაში დიაგონალების გადაკვეთის წერტილით ერთ-ერთი დიაგონალი იყოფა 4 ხუთთან შეფარდებით. მცირე ფუძე არის 20. აი, მცირე ფუძე არის 20, ალბათ დიდ ფუძეს შემეკითხებიან, დიდ ფუძეს მეკითხებიან აგერ B-ს და ერთ-ერთი დიაგონალი გაიღო 4 ხუთთან შეფარდებით, ანუ 4 ნაწილი 5 ნაწილი. ეგრევე მსგავსება, მეგობრებო, ახლა პატარა სამკუთხედი ხო დიდის მსგავსია. და 20 BC, ანუ 20 როგორ შეეფარდება B-ს დიდ ფუძეს, ხო? აი, უხაზო კუთხის მოპირდაპირეა BC, ქვედა სამკუთხედშიც უხაზოს მოპირდაპირე. როგორც ორხაზიანი ორკალიანი მოპირდაპირე 4x შეეფარდება დიდ სამკუთხედშიც ორკალიანი მოპირდაპირე 5x. აქედან გამოდის, რომ ეს x-ები იკვეცება, 4b არის 100-ის ტოლი და b გამოდის 25. კარგი ბატონო. მოდი გავაკეთოთ მე-16-ს. ნახაზი შესაძლოა იგივე გამოგვადგეს. მოდი სამუშაოთ აქ რაც ჩავწერეთ. მოდი მე-16-ით გადავაკეთოთ. აბა ნახოთ თუ გამოგვადგება. ესე იგი ABC ტრაპეციის BC და AD პარალელური თუ ესე იგი BC და AD ფუძეები გამოდის. AC და BD დიაგონალები უწერტილში იკვეთება. კი ბატონო. AO არის 20. კი ბატონო. 20 არის 16. კი. მცირე ფუძე 24. იდენტური ამოცანა. რაც წინა ამოცანა იყო, ეს B-ი ავნიშნოთ. როგორ შეეფარდება 24 B-ს, როგორც 16 20. ანალოგიურად აქაც ზედა სამკუთხედის შესაბამისი გვერდებს შეაფარდები ქვედა სამკუთხედის გვერდებთან და გამოვიდოდა რა. გამოდის ახლა აქედან 16 B უდრის 24 ჯერ 20, აქ 16 რო შეკვეცო 24-თან, აქ 6, აქ 4, 4 რო შეკვეცო 20-თან, აქ 5 იქნება და გამოდის B 30-ის ტოლი. ვითომ მე-17-ს ვერ გამკლავდებით ახლა. კარგი, მოდი მე-17-ს გავაკეთოთ და პრინციპში დავასრულოთ ამით. დღევანდელი გაკვეთილი. მოდი გარდავხმოთ ახლა ჩვენ ნახატი და რა ვიცით ახლა მე-17 პირობაში თუ არის ყველაფერი დაცული რაც წინა პირობებში იყო BC AD-ის პარალელურია და კუთხე ABD
უდრის BCD-ს. BCD B C D-ს. აჰა, ნახეთ. მოდი წითლად გავაკეთოთ ახლა ჩვენ, კარგად გამოჩნდეს. აი, ეს კუთხე უდრის აი ამ კუთხეს. აი ეს. B D არ შემიშალოს მაინც. მეგობრებო. ნახეთ. B D BCD-ს. კი. ახლა შეხედეთ. ოქროები მოდი ეს შლით ატყუებს. დაგვიდით აქ შეიძლება ეჩვით მე მარტივად დაანახოს ამის აი ამ სამკუთხედში მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ. ეს ვართ გაფართული ფერი ცოტა აი ამ სამკუთხედში გაჭიდვა დაიწყო და მოგიწევს მალე დასრულება აი ამ სამკუთხედს რომ დავაკვირდეთ და დავაკვირდეთ მოდი ეგ იავწვანე იყოს აი ამ სამკუთხედს რომ დავაკვირდეთ ესენი არ არის მსგავსები კი მსგავსები არიან მეგობრებო იმიტომ რომ დავაკვირდით ერთრკალიანი კუთხე აქაც გვაქვს ასე დაშტიხული რომ აქვს რაღაცა იმას ვარდისფერად იქაც აქვს მწვანეში სამხაზიან ეს წითელი კუთხე მაქვს ამ ვარდისფერ სამკუთხედშიც მაქვს შესაბამისად ხომ გამოდის მეგობრებო რომ აი ეს კუთხე აქ ასე ორკალიანი გავაკეთო აი ამხლიანად ამ კუთხის ტოლი იქნება კი გამოდის ხო დაიბნევით ახლა თვალი გვატყუებს არ გვატყუებს ნახაზი რელევანტური არ არის რელევანტური ხო გამოდის რომ პირობიდან ეს სამკუთხედები მსგავსი რა ინფორმაცია გვაქვს ახლა აქ გვერდებთან დაკავშირებით რა ვიცით ესე იგი უკაცრავად BC არის ორი სტოლი BC ორია DC აგერს არის სამი სტოლი და BD არის 4 მოდი აგეთ დავწეროთ BD არის 4 დავწეროთ ახლა მსგავსება მოდი ეს მწვანე სამკუთხედის გვერდები შევაფარდოთ ვარდისფერი სამკუთხედის გვერდებთან რა გამოვიდოთ დაგვირდით აი ორიანი არის ორიანი პატარა სამკუთხედის გვერდი ორრკალიანის მოპირდაპირე, ხო? და ვარდისფერში ორრკალიანის მოპირდაპირე არის BD. BD ხო 4-ია? უდრის. ანუ ასე ვთქვათ, BC შეფარდებული BD-სთან ასე გამოვიდოდა, ხო? და უდრის, ახლა აი მწვანე სამკუთხედში ერთრკალიანის მოპირდაპირე ხო არის 3. შეფარდებული დიდ სამკუთხედში ერთრკალიანის მოპირდაპირე კუთხე იყო AB. AB-სთან. და აქედან ახლა AB არის რა 2AB უდრის 12-ს და შესაბამისად AB უდრის 6-ს. აი ასეთი ამბავი გამოგვივიდა მეგობრებო. იმედია გავიგეთ. უკვე აიწყო მსგავსება პატარ-პატარა ბრჭყალების გამოჩენა, თუნდაც A-ში და B-ში ცოტა სურპრიზები იქნება, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. კარგი, ჩვენ A კატეგორიის 10 აუცილებლად კიდევ 11 აუცილებლად კიდევ დავრჩა ჩასაწერი და მომდევნო ვიდეოში გავაგრძელებთ. აბა დროებით.